დილამ შვიდობის საქართველოში 11 საათია და გაცემა დღის ნიუსრუმი ბრუნდება პირდაპირ ეთერში მელელა ბაღდავაძე ვარ. დღევანდელ გაცემას კი გიორგი ვაშაძე გახსნის. ქართული ოცნების ყრილობა და ირაკლი კობახიძე მმართველი პარტიის თავმჯდომარის თანამდებობაზე. მეგობარი აქტი, რომელიც წარმომადგენლობათა პალატის შემდეგ უკვე სენატში შევიდა და სხვა აქტუალური საკითხები, რომელიც ამ დროისთვის არის ყურადღების ცენტრში, მათ შორის ამერიკის საელჩოს საყვედურობს სუსი მასთან შეუთანხმებელი განცხადებებისთვის, განცხადების გავრცელებისთვის ეს ყველაფერი სწორედ ახლა ჩვენს პირველ სტუმართან, რომელიც უკვე ნიუსრუმშია, გიორგი ვაშაძე, სტრატეგია აღმაშენებლის ლიდერი იმყოფება ჩვენთან ერთად. გამარჯობა ბატონ გიორგი და მადლობა რომ გვესტუმრეთ. დილამ შვიდობის თითქმის შუა დღეა 11 საათი. ევროპული სამუშაო სტანდარტით 11 საათი უკვე შუა დღეა. ბატონო, დილამ შვიდობის კიდევ ერთხელ ბატონ გიორგი, დავიწყოთ, შეიძლება ითქვას, რომ ყველა აქტუალური საკითხი გადაფარა ამერიკის საელჩოს მიერ გუშინ გავრცელებულმა ინფორმაციამ, ამიტომ დავიწყოთ სწორედ ამ თემით. საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ცნობით მიიღეს ინფორმაცია თბილისის სამ სავაჭრო ცენტრში აფეთქების საფრთხის შესახებ. საუბარია გალერეა თბილისზე, ისფოიძე და თბილისის მოლზე, თუმცა ვიდრე მოქალაქეები ასე ვთქვათ ანერვიულდებოდნენ, საელჩოს ინფორმაციას სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა წამოაწია საპასუხო განცხადება, რომელშიც ნათქვამია, რომ შესაბამისი სამსახურები მუშაობდნენ მორიგ ცრუ შეტყობინებაზე. ასევე სუსმა საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებს მოუწოდა თავი შეიკავონ შესაბამის უწყებებთან შეუთანხმებელი განცხადებების გავრცელებისგან. აი რა მოხდა გუშინ საღამოს როგორ მე მაინც გონია რომ ეს არ არის ყველაზე მნიშვნელოვანი შევხედოთ ამ ინფორმაციას, როგორც ასე ვთქვათ, მორიგ ცრუ შეტყობინებას, რომლის მსგავსიც აქამდე მოგვისმენია, აქამდეც არაერთხელ მოგვისმენია. თუ ეს ინფორმაცია უნდა იყოს ყურადღებიანი და რაც მთავარია, ირით იხსნით იმას, რომ საელჩო ინფორმაციას ავრცელებს სუსის გვერდის ავლით, ასე ვთქვათ, და არა მასთან თანამშრომლობით. მე ვფიქრობ, რომ საქართველოს დღევანდელი ვითარება ჩვენ უნდა გავყოთ მეგობარ აქტამდე და მეგობარი აქტის შემდეგ. და ცალსახაა, რომ დღეს ხელისუფლებაში არის ის ძალები და დაჯგუფებები. მე არ გამოვრიცხავ, რომ თვითონ სუსის მიერ გაკეთებული ასე ვთქვათ პროვოკაცია იყოს. ამას არ გამოვრიცხავ. რისთვის? ზუსტად იმისთვის, რომ აი ძალიან ბევრი მცდელობა ქონდათ ეს ორი დღის მანძილზე, რომ ეს მეგობარი აქტის თემა როგორმე მიწიონ გვერდზე და რაღაც სხვა გააკეთო, ხო? და აქედან გამომდინარე არ გამოვრიცხავ, დღესაც არ გამოვრიცხავ, რომ ბევრი სიგიჟე გააკეთო, ხვალაც. იმიტომ რომ მეგობარი აქტი ეს არის საკითხი, რომელიც წყალგამყოფია ცალსახად საქართველოში არსებულ უმძიმეს პოლიტიკური კრიზისის პირობებში. დღეს ხო ძალიან ღრმა პოლიტიკური კრიზისი გვაქვს ჩვენ ქვეყანაში და ამ ღრმა პოლიტიკური კრიზისის გამოხატულება არის მეგობარი აქტი, რომ ოკეანის გაღმაც აღარ იმალება ეს მძიმე კრიზისი და საერთაშორისო ასპარეზეც იგივე ვითარება გვაქვს. ამიტომ ბევრი რამ რაც მოხდება ამ უახლოესი დღეების მანძილზე ჩვენ სწორედ ამ კონტექსტში უნდა დავინახოთ. ეს მინდა რომ თქვა, იმიტომ რომ ქართული ოცნება არის ძალიან მძიმე ვითარებაში. ხა რა უნდა უპასუხოს მეგობარ აქტს, ისევ ცინიზმი, ისევ ტყუილები, ისევ რაღაცა სიგიჟეები, თუ მეორე ნაცადი ხერხი რაც აქვს, რომ ვიღაცებს დააკავებს ახალციხის სამართლის საქმეებს აღძრავს. თქვენ ნახავთ ხა დაინახავთ, რომ რაღაცა გიჟურ კანონს კიდე მოიგონებენ და ასე შემდეგ. მაგრამ მე გუშინაც მქონდა განცხადება და ალბათ ამაზე უნდა დავკონცენტრდეთ. ბიძინა ივანიშვილი როგორც რეალური, თუნდაც ასე ვთქვათ, დე-ფაქტო და საიდუმლო მმართველი deep state-ს იძახიან ხოლმე. თუ რამეა deep state-ი და უკანონობა არის ბიძინა ივანიშვილის სხვათა შორის, უნდა გამოვიდეს და კონკრეტულად პასუხი უნდა გასცეს კითხვებს მეგობარ აქტთან დაკავშირებით. რატო ჩააგდო ქვეყანა ასეთ ვითარებაში? რატო არის რომ ამერიკაში მისი მმართველობის პერიოდში პირველი საკანონმდებლო აქტი, რაც მიღებულია საქართველოსთან მიმართებაში, არის ნეგატიური საკანონმდებლო აქტი, რომელშიც საუბარია სანქციებზე, რომელშიც საუბარია სიტყვის თავისუფლების ხელყოფაზე, რომელშიც საუბარია საქართველოს საგარეო კურსის გადახრაზე, რომელშიც საუბარია რუსული გავლენების ზრდაზე საქართველოში, რომელშიც საუბარია პოლიტიკურ, ასე ვთქვათ, ანგარიშწორებებზე, რომელიც მიდის საქართველოში, რომელშიც ფაქტობრივად საუბარია სინდისის პატიმრებზე, საუბარია ევროკავშირში ინტეგრაციის პროცესის შეჩერებაზე. კითხვა ამას გასცენ, გუშინ რომ გამოვიდნენ და ეს თავყრილობა რომ მოაწყოს მართლაც პანაშვიდის მსგავსი. აქამდე მივალთ. ამიტომ ყველა კი ბატონო, მაშინ რომ დაუბრუნდეთ კითხვას, ყველა საკითხი ამ კონტექსტში უნდა განვიხილოთ. მერწმუნეთ, არაფერი განსაკუთრებული არ არის ამაში, როდესაც ამერიკის საელჩო რატო არ უკავშირდება სულს ამერიკის საელჩო კი არა, თქვენ ურეკავთ. არის თუ არა მართალი სუსი, როცა ამბობს, რომ საელჩოს მსგავსი შინაარსის განცხადებამდე კომუნიკაცია უნდა ქონოდა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურთან. როცა შენ არა გაქვს ნდობა
როცა შენი ფასი არის მართლა ჩალის და სუსის თავისი რუსი ივანიშვილის ქართული ოცნებით ფასი არის ჩალის ფასი, შენ არავინ არ გეკონტაქტება და არავინ არ გირეკავს. ეგ არის 2-2-4. კარგი, მოკლედ, რაც შეეხება მეგობარ აქტს, გადავიდეთ ამ თემაზეც. წარმომადგენლობათა პალატამ უკვე მიიღო კანონპროექტი, თუმცა ჯერ კიდევ გარკვეული პროცედურაა გასავლელი იმისთვის, რომ ის კანონად იქცეს. გუშინ გავრცელებული ინფორმაციით უკვე სენატსაც გადაეცა დოკუმენტი განსახილველად. შესაბამისად, მოდით აი მოლოდინებზე გითხარით, ჯერ უკვე პროცედურების ნაწილში, რამდენად გაივლის თქვენი აზრით მეგობარი აქტი ყველა საჭირო პროცედურას შეუფერხებლად, რამდენად მივა პრეზიდენტამდე ხელმოსაწერად და რამდენად დაადასტურებს უკვე საკუთრივ პრეზიდენტი ტრამპი ხელმოწერით იმას, რომ ამერიკა მეგობარი იქნება ქართველი ხალხის მიმართ, მაგრამ სანქციებს დაუწესებს ქართულ ოცნებას და მასთან დაკავშირებულ პირებს. პროცედურულ ნაწილში თუ ელოდებით, ასე ვთქვათ, წინააღმდეგობებს ჯერ ეს გითხარით. მოდით ესე ვთქვათ, ბოლო პერიოდის მანძილზე რო ავიღოთ კონგრესში ხმის მისაცემად გასული სხვადასხვა, ასე ვთქვათ, აქტები. ასეთი უპრეცედენტო ერთსულოვნება არ დაფიქსირებულა. არ დაფიქსირებულა. აი, ეხლა ჩვენ შიდა სახელმწიფოებრივ აქტებს ვერ ვადევნებთ თვალს, მაგრამ საერთაშორისო საკითხებთან დაკავშირებით ასეთი ერთსულოვნება ორივე პარტიის მხრიდან, რესპუბლიკური და დემოკრატიული პარტიის მხრიდან არ დაფიქსირებულა. ეს არის უპრეცედენტო. ეს რაც მიუთითებს, ნახეთ, პირველი მიუთითებს, რომ ჩვენმა ბრძოლამ კონკრეტული შედეგები გამოიღო. ძლიერი ამერიკა ქართველი ხალხის გვერდით არის. ამერიკელებისთვის ჩვენი თავარი სტრატეგიული პარტნიორებისთვის, ნომერ პირველი ასე ვიტყოდი, სტრატეგიული პარტნიორისთვის არ არის სულ ერთი რა ხდება საქართველოში. ეს 2-2-4-ია. მეორე, მე ველოდები, რომ სენატში ძალიან სწრაფად წავა ეს პროცედურა, გაცილებით სწრაფად ვიდრე ბევრს წარმოუდგენია. და ველოდები, რომ შესაბამისი გადაწყვეტილებები სწრაფად იქნება მიღებული, მათ შორის პრეზიდენტ ტრამპის მხრიდან. თქვენ უკვე ხედავთ, რომ ქართული ოცნება ძალიან მძიმე დღეში სხვა შორის აბსოლუტურად დაიმალა ყველა ლიდერი. ესე შევიათ ხოლმე და ეს რაღაცა კლოუნები რო ყავთ შეყვანილი პარლამენტში, მართლა თავის თავს რო პატივს არცემს ეს ხალხი, მე მგონი, გამოყავთ რაღაც სისულელეზე. გუშინ ხომ იყო პოლიტიკური განცხადებები ქართული ოცნების გუშინ სხვა გზა არ ჰქონდათ. თუმცა არც ერთი დიდხანს არ გაჩერდა მედიასთან სხვა შორის, ყველა გარბოდა. მოდით დავაკვირდეთ რა, ეხა რაც ჩვევიათ ხოლმე რომ დადგებიან, ჩამოდგებიან და ასე შემდეგ, არ გარბოდნენ. ხო და ის ქალბატონი დაიყენეს კიდე დაცვად, რა ქვია, გუშინ საინტერესო კადრები იყო. პარლამენტთან არის ხოლმე ეს ქალბატონი, მაგრამ ნუ ეს გავიმასხვრათ, რა ქვია, ხუმრობით, მაგრამ თავარი რა არის, ნახეთ, მთელი 24 საათის მანძილზე მეგობარი აქტის მიღების შემდგომ აბსოლუტურად ყველა ლიდერი გაქრა ქართული ოცნების. რატო? მათ ეშინიათ. ეშინიათ. სხვა შორის არის მოსაზრება, რომ შესაძლოა ქართული ოცნება საპასუხო ნაბიჯებს, საპასუხო ზომებს ამზადებდეს მე არ გამორიცხავ. ამერიკის ხელისუფლების მათ წარმომადგენლების დაინიციიროთ მეგობარი აქტი ამ პარლამენტში და იგივე თქვან რა, რაღაცა სიგიჟე, ანუ მათ სიგიჟეს ხო ეს არ აქვს. რატო აკეთებენ ამას? იმისათვის აკეთებენ, რომ ადამიანები შეიყვანონ, ანუ ტვინი აურიონ ხალხს, მიხვდით? ეხლა ჩვენი მთავარი მობილიზება არის, რომ ამ მეგობარი აქტის ფონზე შეტევაზე ვართ ეხლა ჩვენ რა და მაქსიმალურად უნდა დავწნეხოთ ქართული ოცნება. ნახეთ, ყველაფერი გააუფასურეს, აღარ სისხლის სამართლის საქმეები მოქმედებს ჩვენზე, აღარ ჯარიმები მოქმედებს, აღარ დაჭერები მოქმედებს, არაფერი, იმიტომ რომ იმდენად ხედავთ, რომ ჩვენ მხარეს დიდი უპირატესობაა, ბევრნი ვართ, საერთაშორისო საზოგადოება ჩვენსკენ არის, რომ ჩვენ გამარჯვებისკენ წავალთ ძალიან სწრაფი ტემპით. ამიტომ ნამდვილად უნდა გავყოთ ეს ბრძოლა მეგობარი აქტის მიღებამდე და მეგობარი აქტის მიღების შემდგომ. მეგობარი აქტი მარტო აი ეს მინდა ვთქვა, მარტო ამერიკაში არ დააჩქარებს მოვლენებს. ეს დააჩქარებს მოვლენებს მათ შორის ევროკავშირში. და ამას ჩვენ ვნახავთ და პირველი განცხადებები ამის არის უკვე. მეგობარი აქტს შეეხება იმ სასანქციო სიაზე რას ფიქრობთ, რომელშიც ამ დროისთვის 38 ადამიანი შედის და რომელსაც პირველ რიგში შეეხება სწორედ მეგობარი აქტით გათვალისწინებული სანქციები, რატომ ეს ადამიანები, რატომ ის წრე, რომელიც დასასანქცირებლად შეირჩა და აქვე გუშინაც ვსვავდით ამ კითხვას, რატომ არ არის სანქციების სიაში პერსონალურად ბიძინა ივანიშვილი? პირველი, ბიძინა ივანიშვილი უკვე დასანქცირებულია ამერიკის მხრიდან. ვახტანგ გომელაუიც დასანქცირებულია, თუმცა ამ ჩამონათვალშიც მოხვდა. აი ხა ნახეთ რაშია. აქ არის დაკავშირებული, თუ წაიკითხავთ ამ დოკუმენტს, ეს არის ბიძინა ივანიშვილი და მასთან კავშირში არსებულ ქსელზეა საუბარი. ანუ
თავში ბიძინა ივანიშვილია. ეს ქვემოთ კი ვერ ჩაწერდნენ ბიძინა ივანიშვილს რომელიმე მხარეს. ყველა ეს კვანძი რა თქმა უნდა, ყველა ეს კვანძი მიდის ბიძინა ივანიშვილამდე. მე ხვდით, ანუ ის არ არის იგივე რანგში, რაც თუნდაც გომელაური, თუნდაც ყობახიძე და ასე შემდეგ. თავია რა ეს ყველაფრის. მე ხვდით, ამიტომა რომ მასთან დაკავშირებული კლანია. ეხლა მე თავარი რა მინდა ვთქვა. ძალიან სერიოზულად სისტემურად არის ეს დოკუმენტი წარმოდგენილი, იმიტომ რომ აქ არის პოლიტიკური, ასე ვთქვათ, საყრდენი ბიძინა ივანიშვილის, აქ არის ძალოვანი საყრდენი ბიძინა ივანიშვილის, აქ არის გაყალბების საყრდენი თავისი საარჩევნო ადმინისტრაციები და ასე შემდეგ. მართსაჯულების საყრდენი, ასე ვთქვათ, სასამართლოს კლანი საყრდენი, ბიზნეს საყრდენი და ოჯახი. ანუ ყველა მიმართულება, რითაც მართავს ფაქტობრივად რა კლანიც არის, ეს დოკუმენტი არის ივანიშვილის კლანის, ასე ვთქვათ, დოკუმენტი. მაგრამ ეხლა მთავარი რა მინდა გითხრათ რა. ამ დოკუმენტში რა სახელები და გვარებიც არის, მე ხა თქვენთან შემიძლია ვთქვა, რომ ეს არ არის დასასრული ამ სიის. მე ზუსტად ვიცი, რომ დაახლოებით 250 და 300-მდე გვარია კიდე, ვიზეც არის ზოგადად განხილვები, რომ ასევე უნდა მოხვდეს სასანქციო სიაში. ამას რატო ვამბობ? ყველა ის ადამიანი, ვისი გვარით ჯერ არ გამოქვეყნებულა, მას ჯერ კიდევ შანსი აქვს, რომ გაემიჯნოს რეჟიმს. მართლა შანსი აქვს, რომ გაემიჯნოს. ზოგმა თავი დააღწიოს, ზოგმა გავიდეს, განცხადება გააკეთოს, თქვას, დაგველაპარაკოს. პირდაპირ გეტყვით, ჩვენ ახლა ძალიან დიდი მექანიზმები გვაქვს და დაგველაპარაკონ. სასანქციო სიაში მოხვედრა პრობლემაა, ასე ამბობენ ქართულ ოცნებაში. როგორია ცხოვრება სანქციების ქვეშ? აი სწორედ გუშინ უსვამდნენ ქართული ოცნების ლიდერებს, ჟურნალისტები ამ კითხვებს ვახტანგ გომელაურის პასუხს მოისმენდით. შინაგან საქმეთა მინისტრი, რომელიც ყველაზე ბევრჯერ მოიქცა სანქციების ქვეშ, ამბობს, რომ რთული არაფერია, როცა სამშობლოს ემსახურები, ამაზე რთული ცხოვრებაც გაგვივლია საქართველოსშიო, ასე ამბობს გომელაური. ანუ მოდი ესე ვთქვათ, რომ თქვენმა ნებისმიერმა ამ მრჩეველმა დაგისვათ კითხვა, როგორ ახდენს სანქციები ქართულ ოცნებაზე გავლენას, როცა სახელმწიფო პარტია არც რიტორიკას არ ცვლის და არც რამე გადაწყვეტილებას იღებს. პირველი რომ მაგ სიტყვაშიც გომელაური აღიარებს, რომ რთულია. რომ მარტივია ვარო თქოს, ხო? უბრალოდ უფრო რთულ პირობებშიც ყოფილ ვარო. კი, უფრო რთულ პირობებში შეიძლება იყო მაშინ, როდესაც ამ ხელა დიდძალი ქონება ნადავლი არ ქონდა დაგროვებული და დასახარჯიც არაფერი ქონდა, ხო? პირობითად შეიძლება ამ პერიოდს გულისხმობს და ქეში ბევრი აქვს შეიძლება საბანკო ანგარიშების მიღმა, მაგრამ ეხა თვითონ ეს საკითხი რომ ძალიან მძიმე არის ქართული ოცნებისთვის, ჩანს იქედანაც რა, რომ კიდევ ერთხელ ვამბობ, პირველი მთელი 24 საათის მანძილზე ჩუმად იყვნენ, მეორე ძალიან თხილად არიან ლიდერები, ეგრეთ წოდებული, აი ამ პოლიტიკური დაჯგუფების, რომ მკვეთრი განცხადებები აკეთონ. ძალიან თხილად არიან და მხოლოდ ის კლოუნებს ეხა ცოტა რომ ერიაზრებენ ეს პატარ-პატარა ისინი კლოუნები რო ყავთ შეყვანილი პარლამენტში, აი მათ ალაპარაკებენ მხოლოდ. მესამე, მოდი ღია ვთქვათ ეხა, რას ებრძვიან? რა სამშობლო, რის სამშობლო? გომელაურისთვის თქვენი აზრით სამშობლო უფრო წინ დგას თუ ბიძინა ივანიშვილი? ბიძინა ივანიშვილი. ყობახიძისთვის ძალაუფლება უფრო წინ დგას თუ სამშობლო? ძალაუფლება და ივანიშვილი. ეს ადამიანები მათ რო სამშობლო უყვარდეთ, ეხლა ჩვენ ამაზე უნდა ვიყოთ. აი წარმოიდგინეთ ეხლა 2 მილიარდი ლარი, 2 მილიარდი ევრო მიიღო მოლდოვამ კანდიდატის სტატუსის მიღების შემდგომ. ჩვენ მივიღეთ? ვერა. ჩვენ ახლა 2 მილიარდს უნდა ვითვისებდეთ და როგორც მოლდოვაშია სოფლის მეურნეობა, ტურიზმი, ინფრასტრუქტურა, განათლება, ადამიანური კაპიტალის განვითარება, ტექნოლოგიები, ამ მიმართულებებით უნდა ნაწილდებოდეს. აგერ ერთი თვისი ვიყავი მოლდოვაში. მეგობარი აქტი ამ კუთხით კი არ უნდა იყოს მიღებული. ახლა უნდა იღებდეს ამერიკა აქტს, რომლითაც საქართველოს აძლევდეს უვიზო მიმოსვლას, თავისუფალ ვაჭრობას აძლევდეს, ხო, წარმოებები გადმოდიოდეს და საწარმოო ცენტრი კეთდებოდეს საქართველოში. დიახ, ჩვენი მოდელი, რომელიც იყო რომ ევროკავშირთან და ჩინეთთან თავისუფალი ვაჭრობა უნდა მქონოდა, რომ აქ დიდი წარმოებები განვითარებულიყო, რომელიც უნდა მიმეწოდებინა მთელი ევროპის და აზიისთვის. ამაზე უნდა მუშაობდნენ, მაგრამ ერთხელ მაინც, აი მართლა კითხვას ვსვავ, მინისტრები სად არიან? დარგის მიმართულების ხელმძღვანელები სად არიან? აღარ არსებობს ამ ქვეყანაში აღარც განათლების სისტემა, აღარ ჯანდაცვა არსებობს, აღარც ის არსებობს, რა ქვია, ეკონომიკური მიმართულება არსებობს, არაფერს რო არ აკეთებენ. ტურიზმიო რო გაიძახიან, ტურისტები შემცირდა, ტურისტების რაოდენობა.
უმძიმეს ვითარებაში ვარ და რა არის მათი პასუხი ამ გამოწვევებზე, ამ უმძიმეს გაჭირვებაზე ქვეყანაში, რომ კიდევ უფრო ასე ვთქვათ, გაჭირვებული ქვეყნებიდან აპირებენ რომ მისცენ ასე ვთქვათ, უვიზო მიმოსვლა ბანგლადეშს და რა ვიცი მე ვის აღარ აპირებენ რომ დაურიგონ ბინადრობის ნებართვები თურმე საქართველოში რომ გადმოიყვანონ. გასაგებია, რასაც ამბობთ, თუმცა რასაც არ უნდა ამბობდეთ ოპოზიციაში, ქართულ ოცნებაში ვისმენთ იმ განცხადებებს, რასაც ვისმენთ და ვახტანგ გომელაურის გარდა თქვენ გუშინ კახაკალაძესაც მოусმენთ სანქციებზე, ისე როგორც ირაკლი ყობახიძეს სანქციებითა და მუხარებით ქვეყნის ინტერესს არ დავთმობთ, ეს კახაკალაძის სათქმელია, ირაკლი ყობახიძე კი ამბობს ასეთ რამეს, მეგობარი აქტი სინამდვილეში მტრული აქტია, ჯო უილსონი თავიდან ბოლომდე deep state-ია, ბრძოლა ტრამპსა და deep state-ს შორის გრძელდება და ამ მომენტში deep state-მა ტრამპის ადმინისტრაციას სძლია, ეს უკვე არის ირაკლი ყობახიძე. აი, ყობახიძე კალაძისთვის რა გაქვთ სათქმელი და მეორე მხრივ ხომ არ გახარებთ ის ფაქტი, რომ ტრამპი deep state-თან მარცხდება, როგორც ამას ქართულ ოცნებაში ამბობენ. საერთოდ მე ეს პროცესი არ მახარებს პირდაპირ გეტყვით რა. მე მინდა რომ კიდევ ერთხელ უფრო საქართველოს იყოს ძალიან სწრაფ განვითარების გზაზე ახლა და არ იყოს იმ ძიმე ვითარებაში, რა ვითარებაშიც ახლა ვართ რა. ძალიან მნიშვნელოვანია რომ ერთი რამ გავაცნობიეროთ. ტყუილს ამბობს ეს ხალხი, როდესაც საერთოდ პატრიოტიზმს უკავშირებს ივანიშვილის სიყვარულს. პატრიოტიზმი არის ქვეყნის განვითარება, საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაცია, სუვერენიტეტის დაცვა არის ევროკავშირის წევრობა. და არა მარტო დარჩენა ტრის საჯიჯგნად ძლიერი ევროპის და ძლიერი ამერიკის გარეშე, ხო? არჩევანი ზუსტად ეს არის რა, რასაც ჩვენ ვხედავთ. არჩევანი რა არის? ჩვენ გვინდა რომ საქართველოს იყოს ძლიერ ევროპასთან და ძლიერ ამერიკასთან ერთად, ევროკავშირის წევრი ძლიერ ქვეყნებს შორის, მათ უნდათ რომ საქართველოს ოღონდ ძალაუფლება შეინარჩუნონ და მზად არიან რომ შესწირონ ბოლომდე ჩვენი ქვეყანა და საქართველოს იყოს ცალკე აბსოლუტურად მარტო დარჩენილი ევროკავშირში, მარტო დარჩენილი ძლიერი ევროპის და ძლიერი ამერიკის გარეშე. აი ეს არის რაც მათ უნდათ. ჩვენ გვინდა რომ საქართველოს კონდეს ისეთივე მძლავრი ეკონომიკა, როგორიც არის ევროპაში, ისეთივე შემოსავლიანი იყოს საქართველოს მოქალაქე, როგორც აქ ევროკავშირის ქვეყნებს, მათ უნდათ რომ თვითონ დიდრები იყვნენ ელიტა და ხალხი იყოს უკიდურესად გაჭირვებული. ერთ-ერთი რაზეც დგანა ღია თქვა, ხო, ეს არის ყალბი პროპაგანდისტული მედია, რომელთაც ფიქრობენ რომ რაღაცა შედეგზე გავლენ და ვერ გავლენ რა. მეწმუნეთ, ჩვენ ხა ძალებს ვიკრებთ, ჩვენ ხა წინ წავალთ, ჩვენ გაცილებით მეტი ნაბიჯები გვაქვს დაგეგმილი, კიდევ ამას ნახავთ აუცილებლად. მეგობარი აქტის პარალელურად საქართველოში უფრო და უფრო დაჩქარდება აი ამ სიყალბის სიცრუის დამთავრების პერიოდი და ჩვენ გავერთიანდებით ყველა და ვიცხოვრებთ ნორმალურ ქვეყანაში, სადაც არ ძარცვავენ ადამიანებს, სადაც ივანიშვილი დაგეგმილი ახლა ჩაგეკითხებით იქამდე, ვიდრე კითხავთ ქართული ოცნების ყრილობაზე და ეს არის ერთ-ერთი თემა, რაზეც ასევე მინდა რომ მაყურებლებს შევთავაზოთ. ჩვენ დღესაც ხვდებით დიპლომატიური კორპუსის ყოფილი, ასე ვთქვათ, დიპლომატების წარმომადგენლებს. გვაქვს სხვადასხვა აქციებია, ხვალ ძალიან მნიშვნელოვანი აქცია 9-ში და მოუწოდებს უყოლას აბსოლუტურად მით უმეტეს მეგობარი აქტის ფონზე, ეხლა ძალიან ბევრი უნდა ვიყოთ. 26-ია საერთო ეროვნული შეკრება დაგეგმილი. აი გუშინ ეხლა სიცხვილე არ არის ყობახიძე რომ გახლეჩვაზე ლაპარაკობს. მთელი მათი პოლიტიკა არის ხალხის დაყოფა, დაპირისპირება, წაქეზება, ადამიანების მიმართ ძალადობა. ვინ დაიწყო პირველად ქუჩაში სროლები, დახვედრები, ქვების სროლები, რა ვიცი რა, თავპირისპირებები, ვის ყავს ზონდერ ბრიგადები, ვინ აქცია ზონდერ ბრიგადა, მთელი პოლიცია, რომელიც ადამიანებს სცემს, ვინ ახალისებს იმ მტრულ დამოკიდებულებას, რომელიც ქვეყანაშია. რამდენჯერ იყო მე გავახსენებ აი მართლა ამ ადამიანებს ეს უნამუსოები ესენი. როგორც კი ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის შესაძლებელი გახდა პირადად მე პარლამენტში მიუხედავად იმ ძიმე პერიოდისა, რაც გამოვლილი გქონდა მათთან ურთიერთობაში. 7 პუნქტიანი გეგმა გადავეცი ჩვენი ოპოზიციის საერთო და შევთავაზე, რომ მოდი ახლა მაინც გავერთიანდეთ და ევროინტეგრაციის საკითხზე ერთად ვიმუშაოთ, ერთად წავიდეთ მეთქი ყველა დედაქალაქებში. მე გეუბნებით 2022 წელს. ამაზე პერსონალურად ყობახიძისგან დაცინვა მივიღეთ, პერსონალურად დინარაძისგან დაცინვა მივიღეთ. აი ეს ადამიანები ხა გაერთიანებაზე როგორ ლაპარაკობენ? ჩვენ კი ნამდვილად გვინდა გაერთიანება. ბატონ გიორგი, აი ძალიან კარგი თემა ახსენეთ, ვაპირებდი კიდეც კითხვის დასმას 26 მაისის გეგმებთან მიმართებაში და იქნება განმარტოთ მაშინ რისთვის ემზადებით ოპოზიციური ძალები სალომე ზურაბიშვილთან ერთად, იმიტომ რომ აი მაყურებლებს მინდა ვუთხრა, რომ დიახ, პრემიერ-მინისტრი ფიქრობს, რომ 26 მაისს საზოგადოების ორად გახლეჩას აპირებთ რადიკალური ოპოზიცია, როგორც იწოდებს, deep state-ს ამის საშუალებას არ მივცემთ და ყველას, ვინც შეიძლება სხვა დაკვეთით მოქმედებდეს, სალომე ზურაბიშვილის ჩათვლით, ვაფრთხილებთ, რომ ფეხი არსად დაუცდეთ.
ქართული ოცნება ყოფს, ქართული ოცნება ხლეჭს. 26 მაისს ეს რომ განმარტოთ და იღებთ თუ არა მთავრობის გაფრთხილებას. ქართული ოცნება ყოფს, ქართული ოცნება ხლეჭს, ქართული ოცნება აპირისპირებს, ქართული ოცნება იჭერს, ქართული ოცნება იქცა სადისტურ რეჟიმად, რომელსაც ადამიანური აღარაფერი აღარ შერჩა და ერთ-ერთი მიზანი აქვს ძალაუფლება შეინარჩუნოს. ჩვენ რა გვინდა? ჩვენ გვინდა გაერთიანება, ევროკავშირის წევრობა, დაცულ საქართველოში ცხოვრება, ძლიერი ამერიკის მეგობრობა და ევროკავშირთან ძლიერი პარტნიორობა. ჩვენ გვინდა ინვესტიციები, სამუშაო ადგილები, ემიგრანტების დაბრუნება. ქართულ ოცნებას უნდა, რომ საქართველო იყოს ქართველების გარეშე. აგერ სავიზო რეჟიმს ვიღას აღარ უხსნიან. ხო, მათ უნდათ რომ მაგალითად როგორც ჭიათურიდან ბიძინა ივანიშვილმა 284 მილიონი გადაირიცხა, ხო, ასე ირიცხავდეს ნებისმიერი სახელმწიფო მმართველობის ქვეშ კომპანიისგან ფულს. ჩვენ გვინდა რომ ჭიათურაც დასაქმებული იყოს, ტყიბულიც მუშაობდეს, ენერგეტიკული მიმართულება, ინფრასტრუქტურა, ტექნოლოგიები. აი ეს არის, ნახეთ, არა, მანდ მივდივარ, ნახეთ 26 მაისს რეალურად აი ეს ორი რამ იქნება წარმოდგენილი. მათ ხარეს ჩაკეტილი ადამიანების ჯგუფი, რომელთაც ხალხთან კონტაქტი არ აქვს, აქეთ ხარეს თავისუფლებისთვის მებრძოლი ლაღი ადამიანები. ჩვენ გვინდა გაერთიანება, პირდაპირ გეუბნები. ჩვენ გვინდა რომ ჩავაბაროთ წარსულს აი ეს მძიმე დაპირისპირება, მაგრამ იმასაც გაგახსენებ. რა დიდი ფასი აქვს 26 მაისს პერსონალურად ირაკლი კობახიძისთვის. 2 წლის წინ ხო არ გახსოვთ სად იმყოფებოდა ის, როდესაც ფიცის დადება ხდებოდა თავისუფლების მოედანზე? რო არ ესწრებოდა, მაშინაც დიდი თანამდებობის პირი იყო. ირუჯებოდა აუზზე. არ მითხრათ რომ შეზლონგი უნდა ახსენოთ. ირუჯებოდა აუზზე. ეს არის მისი დამოკიდებულება, დამოუკიდებლობის დღესთან მიმართებაში. ეს არის მისი გაერთიანებაზე რო საუბრობს. საოკუპაციო ზოლთან ნამყოფი არ არის, კაცი. ქვეყნის პრემიერ-მინისტრად დანიშნა ივანიშვილმა ადამიანი, რომელიც საოკუპაციო ზოლზე ნამყოფი არ არის. ეს არის მისი პატრიოტიზმი. მას მისთვის თვითონ ამბობდა, კაცო, გმირები არ ჭირდებაო. ეს არის მისი შინაარსი. თურმე ქვეყანას გმირები არ ჭირდება. ანუ ვინც გმირები არიან, მისი მეგობარი წულუკიანი მათ კლოუნებს უწოდებს. აი ეს არის რეალობა და ეხა კიდე ერთხელ ვამბობ, რომ აი ამ ხალხთან გვაქვს საქმე, ამორალურ ადამიანებთან, რომელთაც არაფერი ფასეულობა არ გააჩნიათ. მათთვის ქართველობაც, ქართულიც, ყველაფერი გადის მხოლოდ და მხოლოდ ფულის კეთებაზე, კულჭზე და ძალაუფლების შენარჩუნებაზე. მათთვის ანწუხელიძე სამწუხაროდ კითხვის ნიშანი დასმეს, გვირია თუ არა ანწუხელიძეო. ეს ხალხი ამ ხალხს ველაპარაკებით და დამოუკიდებლობის დღეს ეხა მათთვის ფიცის დადების ცერემონიალიც არის პიარი და მეტი არაფერი. ნახეთ, მთლიანად ასე ვთქვათ, მისავით სასცენო დადგმისავით არის რა. აქეთ კომისიას აკეთებენ, მე თვითონ გამასქნეს, გაიჭედნენ ამ კომისიას რაღაცა სისულელეების ლაპარაკი დაიწყეს უკვე რა. ანუ სასაცილო, ანუ ესეთი რაღაცა თვითონაც იმდენად არასერიოზული გახდა ეს ყველაფერი, ხო? აქეთ გამოვლენ და მეტად დაგვასანქცირეთ, მეტად მოგვეცით რა, სახში მიდიან ოჯახის წევრები ეუბნებიან რომ გაჭერდი, კაი, ნუ გამოხოდი სურდო, ნუ შეიშალე. ჩვენ გვინდა ნორმალურ ადამიანურ ქვეყანაში ცხოვრება, კითხვა ხო უნდა დავსვათ, როგორ ქვეყანაში გვინდა ცხოვრება? გვინდა ასეთ პოლიტიკურ კრიზისში მუდმივად ცხოვრება? ჩვენ გვინდა ნორმალურ ადამიანურ ქვეყანაში ცხოვრება და ამას გთავაზობ ჩვენ. ამიტომა რომ ჩვენ წინააღმდეგობასაც შედეგი აქვს, ამიტომა რომ მეგობარი აქცია მიღებული და ასე შემდეგ. დამოუკიდება საგამოძიებო კომისია, რადგან ახსენეთ, აქ ვკითხავთ სასამართლოს მიერ დაკისრებული გირაო თუ გადაიხადეთ 50,000 ლარს გულისხმობ, რომელიც პროკურატურის მიმართვის საფუძველზე სწორედ იმის გამო დაგაკისრათ სასამართლომ, რომ არ ითანამშრომლეთ პარლამენტში შექმნილ საგამოძიებო კომისიასთან. მაშინ აქვე შეგახსენებთ, რომ იცით ალბათ, ხო, აღკვეთის ღონისძიების პირობის დარღვევა რას იწევს და ის რომ იწევს უფრო მკაცრ აღკვეთის ღონისძიებას და უფრო მკაცრ მზად ხართ უფრო მკაცრი აღკვეთის ღონისძიებისთვის რომელიც შეიძლება იყოს პატრიოტობა? კიდე ერთხელ ჩვენ ყველაფრისთვის ვარ მზად, ძალიან კარგად ვიცით რა ბრძოლაში ვართ რა. ვერც პატიმრობით შეგვაშინებენ და ვერც ვერაფრით შეგვაშინებენ და პირდაპირ გეუბნებით რომ ბოლომდე თავგანწირვით ვართ ჩაშებული ამ პროცესში რომ გადავარჩინოთ ჩვენი ქვეყანა, გადავარჩინოთ ჩვენი სამშობლო, ვიცხოვროთ ძლიერ ევროკავშირის წევრ თავისუფალ საზოგადოებაში. ჯერ არ გადაგიხდიათ ნიშნავს იმას რომ შესაძლოა გადაიხადოთ თუ ნიშნავს იმას რომ არაპირებთ ჯერ არ გადამიწყვეტია, როცა გადავწყვეტ შეგატყობინებთ. კი ბატონო, ქართული ოცნების ყრილობაზეც გადავიდეთ და დავუთმოთ ამ თემასაც რამდენიმე წუთი. ბევრი ყურადღება მიიქცია იმ გარემოებამ რომ ღონისძიება მხოლოდ
18 წუთს გაგრძელდა და მართლაც უცებ გაიარეს დღის წესრიგით გათვალისწინებული ორი საკითხი პარტიის ახალი თავმჯდომარის არჩევა, ისე როგორც პოლიტიკური საბჭოს განახლებული შემადგენლობის დამტკიცება, მოკლე განცხადება გააკეთა ღონისძიების წამყვანმა მამუკა დინარაძემ და ახალმა თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ და ყრილობა ამით დასრულდა. რა დაინახეთ გუშინდელი ღონისძიებიდან, ასე მარტივად კითხავთ, რატომ იყო ასეთი ვთქვათ მოკრძალებული გუშინდელი დღე და არა ისეთი პომპეზური, როგორიც ჩვევია ხოლმე. ყველაზე მეტად რა დავინახე, იცით? აი პირველი რიგის უკან ვინც იჯდა ხალხი. ყველას აი როგორი სახე ქონდა, იცით? ნეტა აქ არ ვიყო. აი მართლა სახეზე ეწერათ, რომ ნეტა აქ არ ვიყო. აი ოღონდაც აქ არ ვიყო, სადაც გინდა სხვაგან ვიყო რა. აი 5-6 კაცის გარდა. იმ 5-6 კაცში კიდე იყო სერიოზული ფიქრი იმაზე, რომ ეს დიდძალი ქონება რო აქვს ნადავლი მოპარული, როგორ უნდა გადაარჩინონ. აი ეს იყო რეალობა, რა რეალობაც იყო გუშინ. საბოლოო ჯამში მართლა რაღაცა სამგლოვიარო ცერემონიალისავით იყო ეს 17 წუთიანი შეხვედრა, ეხა ძალიან რო ეხალისებოდეთ და მაგრად რო იყვნენ და კარგ სიტუაციაში იყვნენ, ხა მართველი პარტიას რო ეძახიან თავს 17 წუთში არ უნდა მთავრდებოდეს, ხო, ყრილობა მით უმეტეს ამბობენ რომ თავმჯდომარე ავირჩიებდა. არქივს გადავავლე გუშინ თვალი და წინა ყრილობებზე სიტყვით გამოდიოდა ხოლმე ბიძინა ივანიშვილი. აი როგორ ფიქრობთ ახლა რატომ არ ჩათვალა საჭირო? საქმელი არ აქვს არაფერი საზოგადოებისთვის. მთლიანად საზოგადოებისთვის თუ არა საკუთარი ამომრჩევლისთვის მაინც მიემართა მაშინ ასე კითხავს. საქმელი არაფერი. მეგობარი აქტი ძალიან კარგად იცის მან, რომ საბოლოოდ დაასამარებს მის მთელ ამ ბრძოლას რა და ეს რაღაცა არაადეკვატური პროვინციული მიდგომა ერთხელ და სამუდამოდ დამთავრდება ქვეყანაში. ზოგადად ამ ხალხმა ცითრა ყველაფერი გააუფასურეს რა, ინტელექტს თავისი ასე ვთქვათ ფასი დაუკარგეს. აი რა როგორ ქვეყანაში ვცხოვრობ დღეს რა, აი და უბრალოდ ვიფიქროთ როგორ ქვეყანაში გვინდა ვიცხოვროთ. რა სხვაობაა ხო, აი ძალიან მძიმე ვითარებაა ქვეყანაში. უმძიმესი უღრმესი პოლიტიკური კრიზისი. და ამ პოლიტიკურ კრიზისს სჭირდება განმუხტვა. სხვათა შორის მეგობარი აქტი პირდაპირ აჩვენებს, რომ გამოსავალი არის ახალი არჩევნები, სინდისის პატიმრების განთავისუფლება და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, რა თქმა უნდა, ძალიან მნიშვნელოვანი იქნება სწრაფი აღდგენა ურთიერთობების ევროპასთან და ამერიკასთან. აღარ გვინდა რა. მე მგონი საზოგადოებამ დაინახა გუშინაც, რომ აი უბრალოდ რომ შეხედო ამ ადამიანებს რა. მარა რა, წავიდნენ მართლა რა, უკვე ზედმეტია, ნამეტანია. ბატო გიორგი, გადაადგილება არის არა მხოლოდ პარტია ქართულ ოცნებაში ამ სამთავრობო უწყებებში, არამედ სახელმწიფო კომპანიებშიც, აი ბოლო 2 დღეში ორი ახალი დანიშვნის შესახებ გახდა ცნობილი. ერთი მხრივ სახელმწიფო საწარმოს, საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემას ყავს ახალი გენერალური დირექტორი და ეს არის ვანო ზარდიაშვილი, მეორე მხრივ კი საქართველოს რკინიგზის გენერალური დირექტორის თანამდებობა დაიკავა ლაშა აბაშიძემ, რომელიც გიორგი მარგველაშვილის პრეზიდენტ დროს მისი ადმინისტრაციის უფროსი იყო. რას უნდა ნიშნავდეს? აბაშიძე როდის იყო? გიორგი მარგველაშვილის პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი იყო. ის აბაშიშვილი არ იყო? არა, ის იყო გიორგი აბაშიშვილი პრეზიდენტის მრჩეველი ეკონომიკურ საკითხებში. მოკლედ, რას უნდა ნიშნავდეს თქვენი აზრით, ასე ვთქვათ, სახელმწიფო სტრუქტურებში, არა, უბრალოდ სახელმწიფო კომპანიების მენეჯმენტში ეცვლებები და რა გათვლას ხედავთ ამ საკითხში? აი მე გეტყვით მაგალითად, ბოლო 12 წლის მანძილზე, 13 წლის მანძილზე 6 აღმოსავლეთის პარტნიორობის ქვეყანას შორის, სადაც სხვა შორის ასევე შედის ბელორუსი და აზერბაიჯანიც და სომხეთი რა, გარდა საქართველოს, უკრაინა, მოლდოვისა, ეს სამი ქვეყანა შედის. ენერგეტიკული რეფორმების კუთხით ჩვენ ვართ ბოლო ადგილზე. ფაქტობრივად ენერგეტიკა არის ძარცვის ერთ-ერთი მთავარი ობიექტი ქართული ოცნების მხრიდან. შესაბამისად, ეს არის მხოლოდ ფინანსური დაჯგუფებების გადაკლანების გადაადგილება, გადანაწილება. მეტი არაფერი. ანუ ერთი კლანი სავარაუდოდ ცდილობს, რომ მეორე კლანი გაწიოს და მეტი ფული აკეთოს. ხა რა შეეხება რკინიგზას რა? კატასტროფა ხდება ხალხო რკინიგზაში. ასობით მილიონია უბრალოდ მოპარული და მითვისებული. ინფრასტრუქტურა არ ვითარდება. რა ვიცი, იმაზე რა ქვია, ახალი სარკინიგზო ხაზები რაც უნდა გაკეთებულიყო, უმძიმესი ვითარება აბსოლუტურად არც ერთი პროექტი არ არის. შემოვლითი რკინიგზა რაც უნდა გაკეთებულიყო, მე მგონი იქ ახლა კორპუსებს ააშენებენ ალბათ სწრაფად. არაფერი, უბრალოდ ძარცვა ხდება, პირდაპირ დღისით ხდება ძარცვა. რკინიგზელებს ვკითხავ. ხალხო, აი თქვენი პირობები, სამუშაო პირობები გაუმჯობესდა თუ გაუარესდა ბოლო 10 წლის მანძილზე. კითხვა დაუსვათ. ხელფასი, რომელსაც იღებთ, არის მყიდველობით უნარიანი, როდესაც მაღაზიაში შედიხარ?
სად მიდის ეს ამდენი ფული? შუა კორიდორი რო ვართ, ეხლა საქართველოს უნდა კონდეს ორზოლიანი რკინიგზა მთელი ასე ვთქვათ კორიდორის მასშტაბით რა და უნდა იყოს ერთ-ერთი მთავარი გამტარი ამ კუთხით. ამიტომ ჩვენ ახაც გვაქვს ძალიან სერიოზული ასე ვთქვათ რეფორმები ჩასატარებელი. კიდევ ერთხელ ვამბობ, კლანმა ჩაანაცვლა, ერთი რო ძაცვლა, ახლა მეორე გაძარცვავს. ანუ სამწუხაროდ ჩვენთვის ისევ და ისევ ცუდად დასრულდება და ბოლოს ისე ვიტყვი რომ მეგობარმა აქტმა დიდი ფუნდამენტი შეგვიქმნა ეხლა ჩვენ მე ვფიქრობ გამარჯვების თვალსაჩინით რომ უფრო გავზარდოთ წნეხი ქართულ ოცნებაზე და კიდევ ერთხელ მოუწოდებ ადამიანებს ვინც ჯერ კიდევ სიაში არ ხართ გაემიჯნეთ რეჟიმს გადაერჩინეთ თავი მადლობა სტუმრობისთვის გიორგი ვაშაძე პასუხობდა ჩვენს კითხვებს მშვიდობებით სტუმარს ახლა რეკლამის შემდეგ გრიგოლ გეგელია შემოგვერთდება ასე რომ დაგვაოდეთ მაშასე რეკლამის შემდეგ ვაგრძელებთ პირდაპირ ეთერში მუშაობას გვერდება ჩვენი კიდევ ერთი სტუმარი ლელო ძლიერი საქართველოს საგარეო მდივანი გრიგოლ გეგელია ჩვენთან ერთად გამარჯობა ბატონ გრიგოლ და მადლობა რომ შემოგვერთით ბატონ გრიგოლ გაცემის ეს ნაწილიც უფრო სწორად ამერიკის შეერთებული შტატების მიერ გავრცელებული ინფორმაციის შეფასებით მინდა გავხსნათ ამერიკის დიპლომატიურმა წარმომადგენლობამ გუშინ საკუთარი თანამშრომლები გააფრთხილა რომ მორიდებოდნენ თბილისში ცენტრების ტერიტორიას, რადგან სამ სავაჭრო ცენტრში აფეთქების საფრთხის შესახებ ჰქონდათ ინფორმაცია, თავის მხრივ კი სუსმა მოლებიდან ადამიანების ევაკუაცია საჭირო და არ ჩათვალა და მეტიც თქვა რომ მორიგცრუ შეტყობინებასთან ჰქონდა საქმე, ისე როგორც მოუწოდა უცხოეთის ქვეყნების დიპლომატიურ წარმომადგენლობას თავი შეიკავონ შესაბამის უწყებებთან შეუთანხმებელი განცხადებების გავრცელებისგან. აი რასთან გვაქვს საქმე თქვენი აზრით, რა საფუძველი შეიძლება ჰქონდეს ერთი მხრივ ამერიკის საელჩოს ეჭვებს და თუ კი მსგავსი საფრთხე მართლაც არსებობს, აქ ჩნდება კიდევ ერთი კითხვა, რატომ არ მოხდა მაშინ შესაბამის უწყებებთან კომუნიკაცია და შესაბამისი უწყებების ინფორმირება. მოგესალმებით, მოგესალმებით ჩვენს მაყურებელს. დავიწყებებით, რომ ჩვენ არ ვიცით, მოხდა თუ არა შესაბამისი უწყებების ინფორმირება. მე დარწმუნებული ვარ, რომ მოხდებოდა, რადგან ეს არის სტანდარტული, რუტინული პროტოკოლი, არაფერ განსაკუთრებით ყოველდღიურად თანამშრომლობს ამერიკის შეერთებული შტატების და სხვადასხვა საერთაშორისო დაზვერვები, რა თქმა უნდა, სახელმწიფო შესაბამის სამსახურებთან. ამიტომაც წარმოვდგენი მგონია და ვერასდროს ვერ დავიჯერებ, რომ ეს ინფორმაცია გავრცელდა ისე რომ იქამდე არ იყო სახელმწიფოსთან კომუნიკაცია. მეორე მხრივ ჩვენ ვნახეთ არნახული რამ, ხო? საელჩოები ასეთ რაღაცას არ წერენ ხოლმე. საელჩოების პრეროგატივა არ არის რომ შეატყობინონ ასეთი ტიპის რისკებზე საზოგადოებას საკუთარ კომუნიკაციაში. ისინი ძირითადად ესაუბრებიან სახელმწიფოს და შემდეგ სახელმწიფო იღებს შესაბამის ზომებს და ახდენს შესაბამის კომუნიკაციას. ხო, რატომ მოხდა მაშინ ამ შემთხვევაში, ამერიკის საელჩოს მიერ გავრცელებული ინფორმაცია, რომელიც თავის მხრივ მისი თანამშრომლების მისამართით გაკეთდა, ბუნებრივია არ ნახავდნენ მხოლოდ საქართველოში მყოფი ამერიკის მოქალაქეები, ხო და ეს ინფორმაცია ვნახეთ ყველამ. ხო, პირველი მე დარწმუნებული ვარ იმაში, რომ ამერიკის საელჩო არასოდეს არ გააკეთებს ესეთ ოფიციალურ განცხადებას, ისე რომ არ ჰქონდეს ძალიან მყარი გადამოწმებული ინფორმაცია, ამიტომაც ღრმად ვარ დარწმუნებული ინფორმაცია, სადაზვერვო ინფორმაცია, რომელიც მათ ჰქონდათ შეესაბამება სიმართლეს და რომ რისკი იყო, ან შესაძლოა არის, არ ვიცი, მე ამაზე ვერაფერს ვერ ვიტყვი. ამერიკის საელჩოს სხვა შორის იქვე უწერია, რომ შემდგომ შეტყობინებამდე ადამიანებმა უნდა ჩათვალონ, რომ რისკი არსებობს. შემდგომი შეტყობინება ჯერ კიდევ არ ყოფილა, ასე რომ პროცესი გარკვეული თვალსაზრისით არის გაგრძობადი, კვლავაც. რადგან ჯერ კიდევ არ ყოფილა შემდგომი შეტყობინება, რომელშიც ამერიკის საელჩო იტყოდა, რომ აღარ არსებობს ოპერატიულ დონეზე ეს რისკი. ხო, მე ვფიქრობ, აქ შეხება გვაქვს იმასთან, რომ ამერიკის საელჩო როგორც ჩანს ვერ მიიღო ადეკვატური პასუხი სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურისგან და მოუხდა და მოუწია ჩათვალა რომ რეალურად თვითონ გაეკეთებინა რეაგირება იმ ფონზე, როდესაც სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა ვერ თუ არ გააკეთა რეაგირება. წინააღმდეგ შემთხვევაში გამორიცხული არის, რომ საელჩოს არ ქონოდა ისევ და ისევ ამის თაობაზე ნახეთ, ან რომ ზუსტი ინფორმაცია არ ქონოდა, ერთი მხრივ ეს არის გამორიცხული და მეორე მხრივ ამაზე არ ქონდა წინასწარი კომუნიკაცია შესაბამის უწყებებთან, ორივე. ამიტომ ლოგიკურად რჩება ერთადერთი რამ.
რომ საელჩომ უბრალოდ ვერ მიიღო იმ ზომის და იმ ტიპის პასუხი ჩამოშლილი ეროვნული უსაფრთხოების სისტემიდან, რაც მისი აზრით უნდა მიეღო და ამიტომ თვითონ იმოქმედა პროტოკოლის შესაბამისად. როგორც ქართულ ოცნებაში ამბობენ, ამ ეტაპზე ტრამპის ადმინისტრაცია ვერ ამარცხებს Deep State-ს, შესაბამისად დაძაბული რჩება ურთიერთობა როგორც ამერიკის საელჩოსა და ქართულ ოცნებას შორის, ისე ურთიერთობა ქართული ოცნების ხელისუფლებასა და ამერიკის შეერთებული შტატების ხელისუფლებას შორის, მეტიც სანქციებით ემუქრება შტატები ქართულ ოცნებას და სახელმწიფო პარტიისთვის საკვანძო წრეების წარმომადგენლებს და ვიცით რომ მეგობარი აქტია, ხო გზაში ამ თემაზეც გადავიგდეთ, ვინაიდან და რადგანაც ამერიკის კონტექსტში ვსაუბრობდით, წარმომადგენლებთა პალატის შემდეგ კანონპროექტი გუშინ უკვე სენატში შევიდა, შესაბამისად ვუთხრათ მაყურებლებს რისი თქმა შეიძლება ამ კანონპროექტის შესახებ. ამ დროისთვის მეგობრული აქტი თუ მტრული აქტი თქვენ როგორ უყურებთ და აქვე მინდა ავხსნათ დაახლოებით რა პერიოდში შეიძლება ველოდოთ ქართული ოცნების და მასთან დაკავშირებული პირების მისამართით სანქციებს, იმიტომ რომ როგორც ვიცით კანონპროექტის კანონად ქცევამდე ჯერ კიდევ არის პროცედურული ნაწილი დარჩენილი. ხო, ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი აქტი, რომელიც ადგენს ჩარჩოს ამერიკა საქართველოს ურთიერთობებისა. დავიწყებ იმით, რომ ჩვენ ვნახეთ პედალირება ძალიან სწრაფ ტემპში ამ აქტის წინ წასვლა. ამერიკაში შეიძლება მსგავსი აქტი წლების განმავლობაში იდოს თაროზე, და იყოს პროცესის ნაწილი, რომელიც მიმდინარეობს, რადგან ძალიან ბევრი საქმე ერთგულებრივი ამერიკის შეერთებული შტატების კონგრესს და სენატს, მაგრამ ამ აქტის შემთხვევაში ჩვენ ვხედავთ, რომ ამერიკა ჩქარობს და აჩვენებს იმას, რომ დაინტერესება არის ძალიან მაღალი. აი ხა სულ რაღაც გუშინ წინ ხო მიიღეს ეს აქტი უკვე კონგრესში, იქამდე სენატის საგარეო საქმეთა კომიტეტმა და ვნახეთ, რომ გუშინ უკვე გადაეცა განსახილველად ისევ სენატს, რომელმაც პროცედურულად უნდა მიიღოს, იქ მარტივი პროცედურა არის, რომ ორივე საქმე მიიღო ერთ-ერთი ტექსტი, შესაბამისად არანაირი განსხვავება არსებითი არ არსებობს. ეხლა უბრალოდ უნდა გამზადდეს ეს ყველაფერი, რომ მიეცეს პრეზიდენტს და მე ვფიქრობ მაისის ბოლოს უკვე ეს პროცესი იქნება დაძრული და პრეზიდენტად იქნება გაგზავნილი აქტი ხელმოსაწერად. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი მაგალითი იმისა, თუ ორივე პარტია და ორივე პალატა როგორ თანამშრომლობს იმისათვის, რომ ქართული დემოკრატია დაიცვას ირანულ-რუსულ-ჩინური რეჟიმისგან, რომელიც პირდაპირ და ღია საფრთხეს წარმოადგენს ქართული ეროვნული უსაფრთხოებისთვის და თითეული ქართველი ადამიანისთვის. ეს არის პირდაპირი რუტინული ყოველდღიური საფრთხე, ყოველდღიური დაკარგული შესაძლებლობა, მანამ სანამ რამდენიმე ადამიანი დიდძალ ფულს აკეთებს, მილიონობით ქართველი ყოველდღიურად კარგავს შანსებს იმისა, რომ უფრო დაცულად, უფრო უსაფრთხოდ, უფრო მეტი სიმდიდრის შანსებით იცხოვროს, ამ ყველა შანსს ჩვენ კარგავთ და იმაში, რომ რამდენიმე ადამიანმა დიდძალი თანხა გააკეთოს ჩვენი ქვეყნის იმიჯის, რეპუტაციის და ამდროისთვის 38 კაციანი სასანქციო სია როგორ მოგწონთ აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების წარმომადგენლები, სასამართლო სისტემა, ბიზნესი, რამდენიმე წამყვანი ინსტიტუტის ხელმძღვანელი და პროპაგანდის რგოლი, როგორც ჯო უილსონი ამბობს, ხო, შესაბამისი პირები მოხვდნენ სწორედ ოშულში ამ დროისთვის სასანქციო სიაში. მათზე შეტევა რამდენად ასუსტებს და რა მასშტაბის, ასე ვთქვათ, დარტყმას აყენებს ქართულ ოცნებას? მე ვფიქრობ, ეს ძალიან კარგი სია, თუმცა ეს არ არის ფინალური ან ყოვლის მომცველი სია, აპრიორი, ამ სიას საფუძვლად უდევს კანონში არსებული ჩანაწერი, რომელიც ადგენს კრიტერიუმებს იმასთან დაკავშირებით, რომ ვინ შეიძლება გახდეს ამერიკის შემდგომი სანქციების საგანი და ეს სია არის უკვე გამოძახილი იმ ჩანაწერისაც კანონში არის. ამიტომაც ეს არ არის რაღაცა დასრულებული ვარიანტი სიისა, ეს სია ყოველთვის შეიძლება გაფართოვდეს და დარწმუნებული ვარ გაფართოვდება, მაგრამ არსებული ვარიანტიც არის, მე ვფიქრობ, ძალიან ამბიციური. მასში არის ძირითადი პოლიტიკოსები, სასამართლო ხელისუფლების წარმომადგენლები, აი ეს ადამიანები, რომელიც ჯერ სააკაშვილის დროს და შემდეგ ივანიშვილის დროს ყველაფერს აკეთებდნენ იმისათვის, რომ ქართული სახელმწიფოს იდეა მოეკლათ, სამართლების იდეა მოესწროთ, აი ეს ადამიანები არიან კარგად წარმოდგენილი, ასევე პროპაგანდისტები ბუნებრივია, რომელიც ყვებავენ ამ რეჟიმს და ვისითაც მათ შორის სულთგულობს ეს დღევანდელი ანტიქართული რეჟიმი, ამიტომ მე ვფიქრობ, ეს აჩვენებს ძალიან კარგად რამდენად დეტალური არის ცოდნა საქართველოსთან დაკავშირებით ამერიკის შეერთებულ შტატებში და რამდენად კომპლექსურად უყურებს აშშ საქმის ვითარებას. ხო, ისინი მარტო პოლიტიკოსებს ან მარტო
ბიზნესმენებს ან მარტო მოსამართლეებს არ უყურებენ, არამედ ყველას ერთად. ანუ ჯამურად რეჟიმს მოგეხსენებათ აქვს ბევრი საცეცი, ხო, მათ შორის პროპაგანდისტული კუთხით. დასასანქცირებელი პირების საკუთარ წარმოადგენლობითია, თუმცა მაშინ როგორც ვიცით არ შედის ბიძინა ივანიშვილი. ხო, აქ ბევრ შეიძლება გაუჩნდეს კითხვა, მათ შორის თვითონ სიაში მოხვედრილ პირებს ეს რამდენად სამართლიანია. აი რა ახსნა აქვს იმას, რომ სანქციები ყველაზე ბოლოს შეიძლება მივიდეს იმ ადამიანთან, ვისაც ის ყველაზე მეტად ეხება და ის ყველაზე მეტად იმსახურებს. მე ვფიქრობ, აქ მხოლოდ ფორმალური არგუმენტია, რადგან ფორმალურად ივანიშვილს არ უკავია რომელიღაც სახელმწიფო პოზიცია, ეს არის ერთადერთი მიზეზი, რადგან ეს ფორმალიზებულად იქ არ გვხდება. სხვა მხრივ ჩვენ ვიცით, რომ ამერიკის შეერთებულ შტატებმა უკვე გასული წლის დეკემბერში ივანიშვილი მოათავსა პირველ სასანქციო ზომებში და მთელი მისი რეჟიმი პრაქტიკულად არის უკვე გარკვეული ფორმით ხან ერთი ხან მეორე მხრიდან სანქციებული. ამიტომ ივანიშვილი ვერსად ვერ გაექცევა სანქციებს. მას თუ ეს ადარდება შეუძლია იცოდეს, რომ ის მას გარანტირებული აქვს სანქცია. აბსოლუტურად გარანტირებული. რაც არა შვილებს უფორმოს თავისი მილიარდები და ჩვენ ნახეთ, რომ 3 მილიარდი ამასიად გაქრა ხო მისი გადარიდან თქვა ხო, მის სიმდიდრეში აღარ შედეს როგორც ეს გადაუფორმა ახლო გარემოცვას ხო, ის ვერ გაექცევა ვერსად, ვერც ამერიკის და ვერც ევროპული კავშირის ხელს და სანქცია მარტო ის არ არის რომ ფინანსური შემოსავალი დაკარგო, სანქცია რომ შენი სახელი, შენი რეპუტაცია, შენი ახმადობა ძალიან სერიოზულად იცვლება. ძალიან სერიოზულად იცვლება. და ქართულ ოცნებაში ამბობენ რომ არ ეშინიათ, აი ამონარიდი მინდა გავაცნო მაყურებლებს მართლ პარტიაში გაკეთებული განცხადებიდან ბატონ ტრამპს შეუძლია სანქციები დღესვე აამოქმედოს. შეეძლო ეს ერთი თვის წინაც აემოქმედებინა, ამას ამბობენ მართლ პარტიაში. აი რაში ჩანს რომ ქართულ ოცნებას შესაძლოა კონდეს სანქციების შიში? ხო, დავიწყებ იმით, რომ დავეთანხმები აბსოლუტურად ქართულ ოცნებას, იშვიათად, მაგრამ აი ეს გაფუჭებული საათი ზოგჯერ სწორ საჩუქრებს ტრამპს შეეძლო ნამდვილად გუშინ წინაც დაეწესებინა სანქციები და ორი კვირის წინაც. ნახეთ ძალიან მარტივად ტრამპს არ ჭირდება ეს კანონი და ამიტომ ამით მანიპულების საშუალებას ქართულ ოცნებას არ მივცემთ. ნამდვილად ტრამპს არ ჭირდება ეს კანონი იმისთვის რომ ვინმე დაასანქციროს, მაგრამ ამ კანონის არსებობა მეორე მხრივ ანიჭებს სხვა მორალურ და პოლიტიკურ ძალას სანქციების სურვილს, ხო? როდესაც შენ სენატი და კონგრესი გივამს მხარს, როდესაც მთელი საპარლამენტო ოჯახი, ორივე სახლი ამბობს, რომ ეს ხალხი არ იქცევა სწორად, არ არიან თანხმდარში საქართველოს ინტერესებთან და საერთაშორისო თანამეგობრობის იდეალებთან. ისინი საკუთარ ხალხს ატერორებენ, საკუთარ ხალხს ძარცვავენ, საკუთარ სახელმწიფოს უთხრიან ძირს და მის ევროინტეგრაციის კურსს ასაბარებენ. როცა ორი სახლი გეტყვის ამას, ხო, ორი პალატა, ორი პარტია, რომელიც მართავს ამერიკას. თუმცა შიშებს რაც შეხვდა და რამდენად გავდა მაგალითად პერსონალურად ბიძინა ივანიშვილი გუშინ სანქციებით შეშინებულს. აი კადრებში ხომ ნახეთ გუშინ ივანიშვილი როგორ გამოიყურებოდა ეს თქვენი აზრით ქართული ოცნების ყრილობას. მე ივანიშვილს ძლიერი ანალიზი არ გააჩნია, მეორე ვიტყოდი. არც ერთი მისი გათვლა რეალურად არ გამართდა, ხო? ძალიან ბევრი გათვლა გვაქვს, ხო? პროტესტთან დაკავშირებით მათ შორის, ხო? ჩვენ ჩანაწერი გვინახავს, რომელშიც ის ამბობს, რომ ეს არასდროს არ დასანქცირდება, მაგრამ გასული წლის დეკემბერში დასანქცირდა. ეხლა ძალიან ბევრი მოლოდინი ქონდა, ხალხი დაიშლებოდა, პროტესტი არ იქნებოდა, სანქციები არ იქნებოდა, არავინ არაფერს არ იტყოდა. რაც ხედავთ, 160-ზე მეტი დღე პროტესტია. 13 სახელმწიფოს 27-დან აქვს მოთხოვნილი ღიად ახალი არჩევნების ჩატარება, ხო? 10-მდე სახელმწიფოს აქვს დაწესებული ასობით სხვადასხვა ფორმის სანქცია კონკრეტულ პირებზე. ივანიშვილს მე არ ვიტყოდი, რომ რაიმე გამორჩეული ანალიზი აქვს. ასე რომ თუ თვითონ ვერ ხვდება, რომ მას სანქციები ელის და თუ ამავე დროს ადარდებს სანქციები, აი და ურჩევ უფასოდ აქედან, რომ მას ელის სანქციები და თუ ეს ადარდებს, შევა არ ადარდებს, ხო? დაუშვათ, ხო? თუმცა მე ვიტყვი, რომ ადარდებს. და ამიტომაც მეუბნები, მას აუცილებლად მოუწევს უმძიმესი პოლიტიკური და ფინანსური ფასის გადახდა. აგერ თქვენ, აგერ მე. გარანტიას ვაძლევ, სანქციები მას მოუწევს და ძალიან დიდი დარტყმა იქნება მისთვის ეს. მისთვის კონკრეტულად, ხო? გასაგები ბიზნესების გამო. ამიტომაც სანამ ეს მოუწევს, დანიშნოს ახალი საპარლამენტო არჩევნები. ერთი კითხვით მინდა შევეხოთ ქართული ოცნების ყრილობასაც, რომელიც გუშინ გაიმართა და რომელზეც პარტიის ახალ თავმჯდომარედ ირაკლი კობახიძე აირჩიეს. რას გეუბნებათ სახელმწიფო პარტიაში მიმდინარე პროცესები და აქვე ცალკეული ექსპერტი ფიქრობს, რომ ის რასაც ახლა ვხედავთ, არის ივანიშვილის ტაქტიკური თამაში, რომლის ფინალშიც კარგი არაფერი ელოდება კობახიძეს და მის ამბსონებს. თქვენ როგორ უყურებთ ამ ამბავს? აი შეკის მოგვრელი სიახლე იყო, რომ ირაკლი კობახიძე გახდა
თავმჯდომარე, ვინ წარმოადგენდა დემოკრატიის ამ მასშტაბს. და ვინ იფიქრებდა მართლაც, რომ ირაკლი კობახიძე შეძლებდა და გახდებოდა პარტიის თავმჯდომარე. დანარჩენი სხვა მართლა გულწრფელად გითხრათ არაფერი არ მესმის, ამ ერთი ადამიანის ხელში არის მონოპოლიზებული მთელი ძალაუფლება დღეს საქართველოში. ის არის გავლენიანი პრემიერ-მინისტრი დღეს. მან რეალურად შეცვალა კადრები სათავისოდ და ამით კიდევ უფრო გაამყარა საკუთარი ინსტიტუციური კონტროლი და ახლა პარტიის თავმჯდომარეც არის ფორმალურად. ამიტომ ის არის მეტი და მეტი კონსოლიდაციის წყარო ძალაუფლებისა და საკუთარი თავის ირგვლივ იმყარებს პოზიციებს და მე ივანიშვილის ადგილას შემეშინებოდა ძალიან სერიოზულად მათ შორის უკვე თავისივე გამოცდილი კობახიძის, რომელიც ღიად ამავე დროს ასრულებს რუსეთის პოლიტიკურ ნებას და არ გამიკვირდება თუ პირადად არის პასუხისმგებელი რუსეთთან პოლიტიკურ კომუნიკაციაზე. მე ამაზე დიდი ხანია ვფიქრობ და ბოლო დროს სულ უფრო ანდრია დეთახვევით ცალკეულ ექსპერტს, რომ ირაკლი კობახიძეს მისი მოჭარბებული ძალაუფლება ცუდად შემოუტრიალდება. აუცილებლად. მოჭარბებული ძალაუფლება ყოველთვის ყველას ცუდად უტრიალდება. ამას ვამბობ მათ შორის როგორც ისტორიკოსი. ამიტომ ირაკლი კობახიძესაც და ყველა სხვას, ვინც არის დახამებული ძალაუფლებას და ვინც ყველა შტოს და ყველა წყაროს ძალაუფლებისა აი ასე აკონსოლიდირებს საკუთარი ინტერესების სასიკეთოდ, აუცილებლად ცოტა უბრუნდება, რა თქმა უნდა. არა და დიდი მიზნები აქვს ირაკლი კობახიძეს, მან გუშინაც თქვა, რომ ჯერ რადიკალები უნდა ჩამოიშორონ პოლიტიკიდან, რაც მისი აზრით ძალიან მალე მოხდება, შემდეგ კი დაამარცხებენ სიძულვილს, დაიბრუნებენ გზასაცდენილ თანამოქალაქეებს და გააერთიანებენ საზოგადოებას. ეს იყო ერთ-ერთი გზავნილი, რომლითაც კობახიძემ საზოგადოებას მიმართა გუშინ ყრილობაზე სიტყვით გამოსვლისას. აი, რას ამბობს და რას აჩვენებს ისტორია? როგორც ისტორიკოსმა იქნებ გითხრათ და ხო აი კობახიძის მაგალითზე რატომ ფიქრობთ რომ ის ვერ შეძლებს საკუთარი გეგმების რეალიზაციას? აი სიძულვილის დამარცხებაზე კობახიძე გელაპარაკება, ვირმინა კობახიძე, ნუ აქ ვფიქრობ ძალიან დიდი პრობლემები გვაქვს ამ კუთხით, ხო? ის არის მუდმივად სიძულვილის და რაღაცა შუღლის თხევის პროცესში, სამწუხაროდ აბსოლუტურად პერმანენტულად არის ჩართული ამ პროცესში. ხო, ჩვენ ძალიან მალე გვეყოლება ადეკვატური ხელისუფლება, რომელიც გაამთლიანებს ამ საზოგადოებას. საზოგადოების გამთლიანება არის მნიშვნელოვანი პრიორიტეტი და ჩვენ მოგვიწევს, რომ მათ შორის იმ ხალხთვისაც არ ესმის რა შეჩადიან საკუთარი ქვეყნის წინააღმდეგ, რომელთაც აფერადებენ 51 ნომერს, ჩვენ უნდა ვესაუბროთ ამ ხალხს და გაუწოდოთ მათ ხელი. მაგრამ ირაკლი კობახიძეს და რამდენიმე სხვა პირს, ვინც დიდძალი თანხის სანაცვლოდ არის ჩართული რუსული სპეცოპერაციის გატარებაში, მათ მოუწევთ ძალიან მძიმე პოლიტიკური ფასის გადახდა იმ ყველაფერთვის, რაც ჩაიდია ჩვენი ქვეყნის წინააღმდეგ. და ერთ დღეს ვფიქრობ, წიგნები დაიწერება, როგორ ატარებდა SVR, რუსეთის საგარეო დაზვერვა ქვეყანაში ღიად ეგრეთ წოდებულ აქტიურ ღონისძიებას ირაკლი კობახიძის პირდაპირ ჩართულობით. დარწმუნებული ვარ, რომ ეს ყველაფერი ერთ დღეს სააშკარაოზე გამოვა. მადლობა იმისთვის, რომ დაგვითმეთ დრო და იყავით ჩვენი სტუმარი. დაგემშვიდობებით, გრიგოლ გეგელია პასუხობდა ჩვენს კითხვებს. დღის ნიუსრუმი ამით დასრულებულია, თუმცა მე მხოლოდ რამდენიმე საათით შევისვენებ და დაგემშვიდობებით. საღამოს თავისუფალ სტუდიაში შევხვდებით ერთმანეთს. დღეს ხუთშაბათია, ასე რომ კიდევ ერთი გადაცემა გველოდება წინ. დროებით.